შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად მულტიმედია პლატფორმაზე FM 92-სა და 3-ზე და ტელეკომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. მაშასე დღეს 9 მაისია ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის, ასე ვთქვათ, მთავარი ჭირის გერმანული ნაციზმის და გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის და მსოფლიო ხალხების გამარჯვების აღსანიშნავი თარიღი. მე მინდა ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს ბებიებს, ბაბუებს, პირადად ორი პაპა მყავს ამ ბრძოლას შეწირული ფაშიზმთან და მივულოცავ ძალიან ცოტა დარჩენილი სხვათა შორის მათგან და ასე ვთქვათ ძალიან დასაფასებელია ის ღვაწლი, რასაც ქვია ფაშიზმს ეროვნება არ აქვს და მეთანხმებით ეს არის საოცრად ისეთი საკითხი, რომ მსოფლიო ყოველთვის იბრძოდა ამის წინააღმდეგ და რაც მთავარია, სწორედ ჩვენი პაპების, ბებიების და ბაბუების დამსახურება არის, რომ დღეს ჩვენ არა ვართ ასე ვთქვათ, უფრო სწორედ თაობებმა გაუძლო, რასაც ქვია ევროპული ფაშიზმი მას. წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ბატონები ალექსანდრე კობაიძე, უფლებადამცველი და ბატონი გიორგი გიგიშაპატარიძე, პოლიტიკოსი, პოლიტიკური მოძრაობა პარტია ჩვენის ერთ-ერთი ლიდერი. მადლობა რომ მობრძანდით. მადლობა მოწვევის. ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესები ვითარდება, ვამბობდით ეთერში შემოსვლამდეც და ვნახოთ როგორი გეოპოლიტიკური სურათი გამოიკვეთება, თუმცა ფაქტია რომ ამ საერთო ტურბულენტურ მდგომარეობაში საქართველოს პოზიციონირება არსებითი და გადამწყვეტია. იცით რომ საერთაშორისო აქტი მიიღო, უბრალოდ ამერიკული აქტი, მეგობრობის აქტი ჩასწორდა, სახელდება უფრო კონკრეტული გახდა, კონკრეტიზაცია მოხდა რუსული, ირანისა და ჩინეთის გავლენებისგან საქართველოს დაცვის აქტი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ ბრძოლის აქტი. რაში გამოიხატება, რაში იგულისხმება ის, როდესაც აი ვთქვათ თვითონ ამერიკის პირველი პირები, თუნდაც ჩინეთის პრეზიდენტს ხვდებიან და ასე შემდეგ. მე აღარ შევა ძალიან განხილვებში და წიაღსულებში, რომ მაქსიმალურად მიუკერძოებელი ვიყო. მეორე საკითხი აქციები და არჩევნები, ანუ ჩვენი საშინაო პოლიტიკა, რა მოიტანა, გვაქვს თუ არა რეალ პოლიტიკის მთავარი მდგენელი სახეზე, ანუ შედეგი პოლიტიკაში, ამ ოპოზიციური აქციების შედეგად და მესამე, აი დღესაც აქციაა, ხო? და მესამე არის ადგილობრივი არჩევნები და პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში. მოდით დავიწყოთ, მე გიგიშას მივცემ პირველ სიტყვას, იმიტომ რომ ოპოზიციის აქციები არის დღეს და მინდა ვკითხო, რომ აი ძალიან უკვე სკეპტიციზმი, პოლიტიკური, რეალური სკეპტიციზმი არა განწყობებს გულისხმობს, სახეზე არის ოპოზიციური ნარატივი, რაც მიმდინარეობს, თითქოს ფლუსტრირებას ახდენს ამ მომრჩევლის, რომ აი შედეგები ვერ იდება, მოკლედ რომ ვთქვათ. თქვენი მოსაზრებები, თქვენი ასე ვთქვათ შეფასებები, რამდენად რელევანტური არის საერთო მსოფლიო მოთხოვნებთან აღნიშნული აქციები უკვე და ასე ვთქვათ, როდესაც აი პირველი პირები ჩვენი ქვეყნის მაინც მეტნაკლებად მიდიან ხო, საერთაშორისო შეხვედრები აქ ჩადიან, ამ სიმპოზიუმზე ჩადიან, ასე შემდეგ ამერიკის ელჩი ელაპარაკება საგარეო საქმეთა მინისტრს და ასე შემდეგ და მეორე ადგილობრივი არჩევნები ოპოზიცია რამდენად არის ჩართული ამ პროცესში და თქვენი მოსაზრებები როგორია, უნდა მიიღოს თუ არა ამაში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. მოდით დავიწყოთ, პირველ რიგში მინდა მოულოცო 8 მაისს მოულოცავ, მე პირადად ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და როგორც თქვენ ბრძანეთ, ნამდვილად ფაშიზმს არ აქვს არც ეთნიკური, არც სხვა კუთვნილება, ეს არის კაცობრიობის ძალიან მძიმე და სამწუხარო სენი, რომელიც 85 წლის წინ, 80 წლის წინ უფრო სწორად დაამარცხა საერთო ძალისხმევა. ასევე დღევანდელი დღე მინდა მიულოცო საზოგადოებას, დღეს ევროპის დღე არის 9 მაისში და გუში მქონდა სწორედ დებატები, საუბრები, რომელი დღე უნდა აღინიშნოს, 8 მაისი თუ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების. აქ პრინციპული მნიშვნელობა არ არის ალბათ უფრო ვეტერანებისთვის, პირველ რიგში და მათი ოჯახის წევრებისთვის, აქ თავარი ალბათ პოლიტიკური პოზიციონირება და გარკვეული ისტორიული, ასე ვთქვათ, რეალობის ასახვა, ვინაიდან როგორც ჩვენ გავახსოვს
მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს და 1941 წელს პრინციპში და გამარჯვებაც, ასე ვთქვათ, აღინიშნა გერმანიის სრული კაპიტულაციით 8 მაისს ღამე. აქედან გამომდინარე, მე უკვე წავიდა პროსაბჭოური და დღეს უკვე პრორუსული ნარატივი, რომ აი 9 მაისი, სხვათა შორის პუტინის ცდილობაა ბოლო წლები 9 მაისი დაუკავშიროს არა მხოლოდ რა თქვა სამამულო ომში გამარჯვებას, არამედ რუსული არმიის დიდებას და რუსული არმიის გამარჯვებას, ისე რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვეტერანები არიან უკმაყოფილოები. იყო მაგ ლოგიკაში. იმ ეხლანდელ რუსეთის არმიაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ხო იცით არა, ომის შედეგები, ანუ ომზე ძლევამოსილ არმიაზე საუბარი შედეგებით ხდება. ბატონო, თუმცა პროპორციულად რო დავთვალოთ, ესეც ისტორიული და დადასტურებული ფაქტია, ყველაზე მეტი ასე ვთქვათ, პროპორციულად კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამიტომ პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საკმაოდ ბევრი სისხლი გაიღო ევროპული ფაშიზმის წინააღმდეგ. მსოფლიო და ევროპული ფაშიზმის დამარცხებაში. დღევანდელ აქციაზე იკითხეთ, დღეს 7 საათზე არის ევროპის მოედანზე მარში, რომელიც დაკავშირებულია ევროპის დღესთან. და ასე ვთქვათ, საზოგადოება აღნიშნავს ამ დღეს, ანუ მაყურებელს და მსმენელს მივაწვდ უბრალოდ ინფორმაციას, რომ ამ დღეს დაფუძნდა ევროკავშირი შესაბამისად, ასე ვთქვათ, აღინიშნება როგორც სხვათა შორის ევროკავშირის დაარსებაშიც ქართველი ძალიან დიდი წვლილია, როგორც ვიცით, წესდება არის მის მიერ შემუშავებული. აღარ წავალთ ახლა ეს ლექციაზე, არ ვართ ყველამ ვიცით ეს უბრალოდ რახან თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართველების წვლილი დიდი იყო ევროპული ფაშიზმის წინააღმდეგ. ბატონო ალექსანდრე, თქვენთან გადმოვალ ახლა კითხვას, რა ვიცი, ახლა თუ გნებავთ მაისთან დაკავშირებით და საბჭოთა კავშირის დიდ წვლილზე თქვენც აღნიშნეთ რამე, თუ ეს თქვენი სურვილია, თუ არა იმავე საკითხებზე მინდა გკითხოთ. ქართული ოპოზიციის ბმა ევროპულ დღევანდელ მდგომარეობასთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის თქვენ შემდეგ დაასრულეთ ეს ცოტა დიდი კითხვა და გისვით და ვერ ამოიწურა და შემდეგ უკვე გადავიდეთ აქტზე, რომელიც ამერიკელებმა გამოგვიცხეს, ჯერ მეგობრობის აქტი დაარქვეს, გამოგვიცხეს ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, და შემდეგ უკვე მეტად დააკონკრეტეს, რომ რაზეა საუბარი ამ აქტში. პირველ რიგში მეც უერთდები მილოცვას ჩვენი ვეტერანების, ჩვენი სამამულო ომში დაღუპული გმირების და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლიცაც მნიშვნელოვანი იყო ფაშიზმზე გამარჯვება. პირადად პაპა ჩემი ვეტერანი იყო და იბრძოდა ამ ბრძოლაში და მე ყოველთვის ვამაყობდი ხოლმე და მეამაყებოდა, როდესაც მის ჩინმედლებს ვითვლივდი ხოლმე ბავშვი რო ვიყავი და ყველას თავის ისტორია რო ქონდა. ამიტომ მე ფიქრობ ჩვენთვის როგორც ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დღე, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ და მართლაც და ფაშისტური გერმანია დავამარცხეთ იმ თავისი მონსტრი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობებით იმ დროისთვის, რაც გააჩნდა გერმანიას და მის მოკავშირეებს. ეხლა რაც შეეხება, ანუ რა თქმა უნდა, ყველაფერს ჩვენი ჭრილით უნდა შევხედოთ ეხლა და აგერ ატისეულად აღნიშნა, რომ დღეს არ ყოფილა გამარჯვების დღე და ყოფილა 8-ში. ნუ ამას თავისთავად გარკვეულწილად ფუნდამენტი ის აქვს, რომ მთელი რიგი პოლიტიკოსები, ესე ვთქვათ, ამ ყოველივე სხვანაირად აფასებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჯერ კიდე ჩვენი პაპები, ვებიები, თუნდაც იმ საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრებები ყოველთვის აღნიშნავდნენ 9 მაისს და მე ვფიქრობ, რომ რატო არ ეს არის სიმბოლური აღნიშვნა, რომელიც კავშირშია იმ ყოველივესთან, იმ ისტორიასთან, რა ისტორიაც უკვე იყო და ამიტომ ამის დამახინჯება, ვინმესთვის რაღაცა მითვისება, ესეთი არ იყო, მაგალითად საბჭოთა კავშირის, ამ შემთხვევაში რუსეთის დაკნინება, მე ეს არ მიმაჩნია სწორედ, იმიტომ რომ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას ის, რომ დიახაც რომ არ ყოფილიყო რუსეთი ეს ომი, ანუ ვერ მოიგებდა, ესე ვთქვათ, იმ დროისთვის ცივილიზებული სამყარო და ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, აქ ცუდი არაფერი არ არის, პირიქით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიის სწორად შეფასება და იმ დროისთვის მართლაც რომ კოლოსალური როლი მიუძღვის საბჭოთა კავშირს და რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციას. ეხლა რაც შეეხება თქვენს შემდეგ დასმულ შეკითხვას, რომელიც ჩვენს ესე ვთქვათ საქართველოს წინააღმდეგ მე ესე დავარქმევ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, მე მიმაჩნია რომ
ეს აქტი, ანუ ნახეთ სახელიც რო შეიცვალა, სწორედაც მაგიტომ შეიცვალა სახელი, რომელიც არ უკავშირდება პატარა საქართველოს და პატარა საქართველოს ინტერესებს. ეს უკავშირდება დიდ პოლიტიკას. ეს დიდი პოლიტიკა არის, რომ კვლავ ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი თავისი კონკრეტული, ესე ვთქვათ, ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ამიტომ ეხა ამერიკის შეერთებული შტატებმა რომ დაკარგა გავლენა ჩვენს ქვეყანაში და მე ჩემი აზრით შესუსტდა, კარგი, თლა თუ არ დაუკარგავ, შესუსტდა. და მე მიმაჩნია ეს რომ სწორია, მე ამის მომხრე ვარ, რომ უნდა შესუსტდეს, იმიტომ რომ რატომ? დიახ, მე არ მინდა რომ რომელიმე გუბერნიის ნაწილი ვიყოთ და მონური, ესე ვთქვათ, აზროვნება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების იმ დროინდელი და თუნდაც ნებისმიერი დროინდელი მართველი გვთავაზობს, მე ამის მოწინააღმდეგე ვარ და ყოველთვის ვიქნები და რატო? იმიტომ რომ მაგალითად სულ ამ ბოლო დროს უფრო ვიგებთ ჩვენ რომ თურმე მაგალითად რომელიმე ministris დანიშვნის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან წდებოდა ეს ყოველივე მაგალითად წულუკიანმაც განაცხადა ასევე კახიკალაძემ განაცხადა რომ მთელ რიგ კონკრეტულ საკითხებს თუ როგორ ერეოდა ამერიკის შეერთებული შტატები ამ ყოველივეს ფარდა აეხდება ეს ნიშნავს იმას რომ ესე იგი ნებისმიერ შიდა საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა რომ ჩარეულიყვნენ და ჩარეულიც იყო კიდევაც პარტნიორობით არხსნი ეს არ არის პარტნიორობა ნიშნავს რომ მეც ანალოგიურად თუნდაც იმ მსოფლმხედველობით რა მსოფლმხედველობა ჩვენს ქვეყანაში აქვს იმ არეალში პატი უნდა გწეს მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები არ სურს ის მაგალითად რომ მაგალითად ჩვენ არ მივიღოთ ის კანონი, რა კანონიც არის ოჯახის ტრადიციების დაცვის შესახებ. არ უნდათ ეს კანონი რომ მივიღოთ და მთელი რიგი წინააღმდეგობები გაგვიწიეს თქვენ კარგად მოგეხსენება და მთელი ამბები ატეხეს ამასთან დაკავშირებით. არ უნდათ რომ ჩვენ თქვათ რომ იცით რა როგორც მოკავშირე ისე გვესაუბრეთ. ანუ ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი ესე ვთქვათ კონკრეტული შენიშვნები აქვს მათ. ანუ ეს არ არის პარტნიორობა. და ეს არის მხოლოდ მათი სურვილია რომ როგორც ჰეგემონი მსგავსად იმოქმედონ ჩვენ სახელმწიფოდან მიმართებაში და არანაირი პარტნიორობა აქ არ განსაზღვრავს ის რომ მაგალითად ანუ არის ხოლმე ოპონენტების გარდა ამდენი ფული დახარჯა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კი ბატონო, ფული დახარჯა, სულ მაგას ვიძახი, მაგრამ ეს ფული დახარჯა მათი გავლენები რო ყოფილიყო, ესე ვთქვათ, წამოწეული და სხვა არაფერი. თორე აი დავამთავრებ, თორე ჩვენ რო რეალურად პარტნიორები ვიყოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე მიმაჩნია რომ არათუ სავიზო რეჟიმი გვექნებოდა, არამედ პირიქით პირველი ანუ მათგან იქნებოდა გადამოდგმული ნაბიჯი რომ ჩვენ რო პატარა ქვეყანას დაახლოებით 4 მილიონიან ქვეყანას არც კი ვართ მაგრამ 4 მილიონი ვთქვათ ხომ არანაირი სავიზო რეჟიმი არ იქნებოდა მადლობა მაგრამ არ მოგვიწევდა იქნა გადაზრომები და გადმოძრებები ამ ჩვენს ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულ პარტნიორს კი ბატონო ალბათ ბატონ გიგიშას რა თქმა უნდა განსხვავებული პოზიცია მოусმინოთ მის არგუმენტებს იმიტომ რომ ამერიკას ვთქვათ იგივე ძალიან ბევრი რესურსი აქვს ჩადებული ხო საქართველოში რაღაცა სფეროების განვითარების მაშინ რიტორიკული შეკითხვით დავიწყებ, ანუ ბატონ ალექსის თუ ექნება სურვილი მე გასცეს პასუხი, მაგრამ იდეაში რიტორიკული შეკითხვა თუ ჩვენ ვამბობთ რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში ბოლო 30-35 წლის განმავლობაში მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებით ასე ვთქვათ ხორციელდებოდა, მაშინ უნდა გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნებიც და უნდა გავიხსენოთ თუ ჩვენ ვამბობთ რომ არის deep state, რომელიც მართავს ამერიკას, ბრიტანეთს, ევროკავშირს, ავსტრალიას, იაპონიას და ასე შემდეგ ცივილურ სამყაროს მაშინ გამოდის რომ deep state-ის გადაწყვეტილებით წინა ხელისუფლებამ აღიარა არჩევნების შედეგები, დათმო ხელისუფლება და ასე ვთქვათ გამარჯვება გადაცა ქართულ ოცნებას, ანუ გამოდის რომ ქართული ოცნება იმ პერიოდში deep state-ის ასე ვთქვათ დაკვეთას ასრულებდა. კიდევ ერთხელ ლოგიკურად ესე გამოდის თუ მივყვებით ასე ვთქვათ ხელისუფლების დღევანდელ ნარატივს. ამერიკის შეერთებული შტატები 35 წლის გავერკვეთ, ანუ თქვენ იმას იძახით რომ წააგო ქართულმა ოცნებამ არჩევნები და ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ მოიგო არჩევნები, მე ხა იქ არ მდგარ სანთელი ამჭერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ იმ მომენტში ნამდვილად გაიმარჯვა და სწორედ მაგას აღნიშნავ, ანუ წინა ხელისუფლებამ მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ რომ მათაც სურდათ ხელისუფლების
ასე ვთქვათ, შენარჩუნება. განსხვავება ხო არის იმათმა წააგეს და ეხლა მოიგო ქართულმა ოცნებამ და ეგ არგუმენტი იმაშია, რომ თუ deep state აკონტროლებდა და აკონტროლებს საქართველოს ბოლო 35 წლის განმავლობაში იმ ხელისუფლებას, რომელიც წინა ხელისუფლება 13 წლის წინ 9 წლის განმავლობაში მყოფ ხელისუფლებას, გამოდის, რომ deep state-მა აიძულა ის ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვა თუ ასე ვთქვათ, დამარცხდა, დაეთმო ხელისუფლება. ფულზე რო ბრძანეთ, აქ მარტო ფულზე არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა რამოდენიმე სტრატეგიული მიმართულება საქართველოში, მათ შორის იყო განათლებისფერო. ანუ ძალიან ბევრი მოსწავლე, სტუდენტი ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება ბნელ საქართველოში, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით, შუქი არ იყო, წყალი არ იყო, არაფერი არ იყო, გახსოვთ ალბათ ეს პერიოდი. ამ ბავშვებს და სტუდენტებს მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ამერიკაში წასულიყვნენ, ესწავლათ რაღაცა გამოცდილება, განათლება ჩამოეტანათ. კულტურის სფერო იქნება ეს, თავდაცვის სფერო იქნება, ხო? ალბათ დამეთანხმებით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ თავდაცვის სფეროში იყო, უსაფრთხოების სფეროში იყო, როდესაც საქართველოს დღეს ძალიან ამაყად ვამბობ და მეც ნამდვილად მიამაყება, რომ ტერორიზმის დონე და სხვა მსგავსი საფრთხეები საქართველოს საკმაოდ დაბალია, ამის საფუძველი სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ და სხვა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა შექმნეს. ამიტომ ესე ცალმხრივი შეფასება არ იქნებოდა, ასე ვთქვათ, სწორი. ეხლა რაც ეხება გლობალურ პოლიტიკას, საუკუნეების განმავლობაში, ალბათ ადამის და ევას შექმნის შემდგომ, არის სხვადასხვა ძალა მსოფლიოში, რომელიც, რა თქმა უნდა, კაცობრიობა სამწუხაროდ, ჩემდა სამწუხაროდ, ერთმანეთს ებრძვის. ამერიკა იქნება ეს დღეს ჩინეთი, რომის იმპერია იყო, ათენი და სპარტა, მუდმივად ისტორიაში ჩვენ გვყავს ნათელი მაგალითები გლობალური ბრძოლის. შედარებით მცირე ერები, მაგალითად, როგორც არის სომხეთი, საქართველო და ასე შემდეგ, ხო, ჩვენ რეგიონზე თუ ვისაუბრებთ, ბოლომდე 100%-იან ნეიტრალიტეტს სამწუხაროდ ვერ შეინარჩუნებენ. ეს ჩემის აზრით, შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემის აზრით უტოპია. კი ბატონო. მადლობა. რეპლიკა და რეკლამაზე უნდა გავიდა. თუქნებას, რომ აი ნეიტრალიტეტი ვერ შენარჩუნდებაო, ხა ესეთი. კი ბატონო, ჩვენ ისეთ ესე ვთქვათ, გეოგრაფიულად ისეთ არეალში ცნობილი ფორმულირება იყო, ხო, ჩვენ თავი ჩვენად ვეგვაყუდუნეს, რაზეც ილია სურდა. რა თქმა უნდა, შიდა საკითხი. ისეთ არეალში ცხოვრობთ, რომ ჩვენ აუცილებელია, რომ მეტი უნდა ვისაუბროთ ჩვენს მეზობლებთან და ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება, რომ არ უნდა ისაუბროთ. ეს არის ფაქტი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიზიაროთ ამერიკის შეერთებული შტატების ნარატივი ისო, თურმე ჩვენ დემოკრატიას ავწდით, იქ მთელი რიგი ესე ვთქვათ, ანტი სახელმწიფო განცხადებებს აკეთებს, ხო, საელჩოს წარმომადგენლები და ეს პირდაპირ მითითებულია იმის, რომ ჩვენ ანუ არ გვაფასებენ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, თორე როგორ შეიძლება რომ შენ სტრატეგიული პარტნიორი იყოს და გამოხვიდოდე და მაგალითად იძახდე რომ აბა ხო ისა ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავთ რომ ბომბი არის სხვადასხვა მოლებში და ვერ უზრუნველყოფს ეს სახელმწიფო და გთხოვთ ამ მოლებში არ შეხვიდეთ. აი ცოტა უცნაური იყო. ეს არის ეს პირდაპირ ეს ქმედებები არის სპეციალურად გადადგმული რომ განცდა გაჩეს რომ უსუსურია დღევანდელი ხელისუფლება და ის ძალოვანი სტრუქტურები და რეალურად ესე არ არის. და ძალიან სწორი განცხადებები გააკეთეს ძალოვანმა უწყებებაც და სწორი მიმართულებებიც ესე ვთქვათ მიანიშნეს რომ ჯერ უნდა გადაემოწმებინათ იყო თუ არა ნამდვილად ეს ინფორმაცია ესე ვთქვათ ნამდვილი და შემდეგ უნდა კი ბატონო გაეკეთებინათ ეს განცხადება და მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ესე არ გაუკეთებია. ამიტომ ეს ნიშნავს იმას რომ მათი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან არის ესე ვთქვათ არაპარტნიორული და როგორც უნდა აი რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ცირე რეპლიკა სანამ რეკლამაზე გავალ ერთი წინადადები ზუსტად დაახლოებით ერთი კვირის წინ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა, იგი ყოფებოდა საქართველოში და საკმაოდ სერიოზული პროფესიონალი იყო ფეთქებათი ნივთიერებების. სწორედ ამერიკის დახმარებით ეს საჯარო განცხადება ხო არ კეთდება ჯერ. ამაზე შეგვიძლია რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ. უკაცრავად, კი ბატონო, მე არ ვამბობ იმას, რომ საფრთხეების პრევენცია არ, მაგრამ ეს ხდება ცივილურ სამყაროში, როცა პარტნიორია დაკავშირება შესაბამის სახელმწიფო სამსახურს და ინფორმაციის გაცვლა და მერე გაკეთებებს. ჩვენ არ ვიცით იყო თუ არა ესეთი დაკავშირება სამსახურს. არა ვიცით, ანუ თქვა ეს ხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომ ამისთვის ვართ ჩვენ, რომ უნდა ჩვენ ჩაგვაყენო საქმის კურსში, იქნებ ჩვენც ფლობთ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციასო, ხო? გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ გავშალოთ.
შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. თავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. IT აკადემია სტეპში საგაზაფხულო მიღება დაიწყო. სტეპში დაიწყო. პროგრამირება, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი, UI UX დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, IT პროფესიების სკოლის პარალელურად. განვითარდი და განავითარე შენი საუკეთესო მომავალი სტეპში. IT step.g. მაისის შეთავაზება მოდუსში. მაგიდა 2 სკამით, 99 ლარი და 90 თეთრიდან. დასადგამი ვენტილატორი 29 ლარი და 90 თეთრიდან. ბუდე საქანელა 259 ლარიდან. ჰამაკი ჩანთით 24 ლარი და 90 თეთრიდან. მოემზადე ზაფხულისთვის მოდუსთან ერთად. მოდუსი. აშენე მომავალი დღეს. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მატრასების ფაბრიკა მატრას ჯორჯია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ და ანატომიურ მატრასებს, რომელიც დამზადებულია მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთანადლეულით. ჩვენს მიერ დამზადებულ მატრასებს ვრცელდება 2-დან 20 წლამდე გარანტია. ჩვენი მისამართია: თბილისი, გურამიშვილის 41, საკონტაქტო 579 30 30 28. მატრას ჯორჯია, თქვენი ძილის კომფორტი. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე დასაქმების 100%-იანი გარანტია. ოშე ჯორჯიაში დაიწყო შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებულ კურსებზე მიღება თბილისსა და ბათუმში. იჩქარე და დარეგისტრირდით ვებგვერდზე oshe.g. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 599 180020. მარკეტინგული კომპანია რანკერსი გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბიზნესს რაღაც აკლია, გაქვთ ზრდის პოტენციალი, მაგრამ არ იცით როგორ, რანკერსის გუნდი მზად არის დაგეხმაროთ გაყიდვების ზრდასა და კვალიფიციური ლიდების მოზიდვაში. თუ ჩამორჩებით დროს, ანდეთ თქვენი ბიზნესი გამოცდილ გუნდს. რანკერსი დაგვიკავშირდით დღესვე 577 05 10 17. დილა იწყება ყავით. კარგი დილა იწყება შვეიცარიული ყავით. ნამდვილი შვეიცარიული ყავა. ბლაიზერის ოფიციალური წარმომადგენელია ყავის სახლი დინკავა. დეველოპერულ კომპანია ნიუ გრუპში აქცია. გთავაზობთ ბინებისა და კომერციული ფართობის ფართო არჩევანს დასრულებულ და მშენებარე პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში. მშენებლობა მიმდინარეობს უმაღლესი ხარისხის მასალებით. ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. შეიძინეს სასურველი ბინა ან კომერციული ფართი ქალაქის ცენტრში საუკეთესო ფასად და ისარგებლე მოკნილი გადახდის პირობებით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდი 599 47 59 59 595 48 49 ან გადმოდით ჩვენს ვებგვერდზე www.newgroup.g. ასევე მოგწერე Facebook ან Instagram გვერდებზე. პრემიუმ ხარისხის საყოფაცხოვრებო სუნამოები თქვენი სახლისთვის, ოფისისთვის და ავტომობილისთვის. Areon.g. ფრანგულ ეთერზეთებზე დამზადებული არომატები, წარმოებული ბულგარეთში. ეწვიეთ Areon.g-ს და აღმოაჩინეთ თქვენი იდეალური სურნელი. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. თავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი. ეკა სეხნიაშვილთან ერთად გადაცემის აქტორები დღეს არიან ბატონები ალექსანდრე კობაიძე, გიგი შაპატარიძე. მადლობა მათ მობრძანებისათვის. გამავრცოთ საკითხი, თემები, რომლებზეც საუბრობდით, ამერიკის პოლიტიკა საქართველოში, რეგიონალური პოლიტიკა, ზოგადად ჩვენი ბატონო ალექსანდრე და ოპოზიცია მთელ ამ ჭრილში. გადავიდეთ ჩვენ შიდა პრობლემებზე, როგორც იტყვიან, ჩვენ რა ვქნათ
მოგვიანად ჩვენ დაახლოებით ამ საკითხს ასეთი კუთხით რომ მიუდგეთ, სად არის ოპოზიცია, საერთოდ ამოვარდნილი არის თუ არა ამ პოლიტიკური სურა დღის წესრიგიდან და მეორე საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რატომ შეიძლება იყოს ტენდენცია, რომ საკუთარ ამომრჩეველს დიდხანს ატყუებდა და მერე სულ სხვა პოლიტიკურ სურათს თავაზობდა საქართველოში. მე ვიტყოდი რომ ოპოზიციას მეზარბაზნეები არ ახყავს, ეს არის ფაქტი, ანუ ამორჩეველი არ ახყავს და იდეურად ვერ მოიპოვეს ის თუმცა ციფრებით სხვა რამეზეც მეტყველებს, ხო? ანუ უმრავლესობას გულისხმობთ თქვენ. უმრავლესობას გულისხმობდი ამორჩეველი, რომ რეალურად რამეს გადაწყვეტს, ანუ გადატეხავს თუ რა სიტყვაც გინდა ის ვიხმაროთ, ანუ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება. ამიტომ ეხა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს კიდე ცალკე საკითხია, ანუ ალბათ ვიღაცა მიიღებს, ალბათ ვიღაცა არ მიიღებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დიდი შედეგი, ესე ვთქვათ, დიდ შედეგზე ვერ გავლენ და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ მართლაც რომ მათი ესე ვთქვათ, ყოველდღიური ნუ არ ვიცი ეს გაბუტვა, ხო, ამას დავარქმევ, რომ ანუ გაბუტულები არიან, ამორჩეველსთან არ დადიან, არავისთან არ არიან, რაღაც ჩაკეტილები არიან, რუსთაველს ხანდახან გამოჩნდებიან და ესე თითოეულად თუ რაღაცა შეიკრიბებიან, თორე რეალურად ანუ ოპოზიციური სპექტრი არ არსებობს. ფაქტია, ნაციონალურ მოძრაობას თავისი შიდა პრობლემები აქვს. სხვა პარტიებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, რაღაც გამოდიან და წუწუნებენ და ფინანსური პრობლემები აქვს, ფინანსური პრობლემები გვაქვს, ღიად აცხადებენ და ნუ მოკლედ მთელი რიგით შიდა ქაოსები აქვს, მთელი მე ვიღაცები პარტიიდან წამოვიდნენ, აი გირშიდანაც ხო წამოვიდნენ. მოკლედ ერთი სიტყვით თავიანთი ახალგაზრდები ჩაეხსნა სიტუაციას. პრობლემები აქვს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რეალურად თუ მიიღებენ იდეოლოგია არ შეუცვლიათ უბრალოდ პარტიულ პოლიტიკას გულისხმობ. ხო, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შორის არის პრობლემები ერთმანეთში, რაღაც კონკრეტულს ვერ ინაწილებენ. მე კი ბატონო, მე ეს თქვენი აბსოლუტურად გეთანხმებით. ერთ შემთხვევაში იძახიან, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, მე იძახიან, რომ არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მე იძახიან, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამათგან რაც არ უნდა დაიგეგმოს, ამათში არ მივიღეთ მონაწილეობა, შემდეგ უცბად. ან მოკლედ, აი თავის წინააღმდეგ არიან ეს ადამიანები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეთი პოლიტიკოსები სულ მაგას ვიძახი რა ამ ბოლო დროს, რომ ესეთი პოლიტიკოსები, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება, შეგნებული ცხოვრება პოლიტიკაში აქვთ გატარებული და რა ვიცი, ყველა დროს მოერგნენ, ხო, ეგეთი პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ. და კარგი იქნება თუ ესენი საერთოდ სწავლენ და საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს საინტერესო იქნება, რომ აი ამ ეგრეთ წოდებულმა ბარიერ გადალახულმა ოპოზიციამ რომ საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა. ძალიან საინტერესო იქნება და მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა უფრო იმის შესაძლებლობა, რომ რეალურად მე ვფიქრობ დღეს თუ არა ხვალ გამოჩნდება ის ძალა, რომელიც ნელ-ნელა გადაიბარებს აი ამ ოპოზიციურ ველს. იმიტომ რომ თუ კვლავ დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც გასაგებია. ისე ზოგადად მოთხოვნილება ახალ-ახალი პოლიტიკური ძალების არის, ხა გიგიშაც პრინციპში არ არის, არ მიეკუთვნება ბარიერ გადალახულ პარტიაზე, ძალიან საინტერესოა და კარგი იქნება თუ აი ასეთ ახალგაზრდებს შედარებით უფრო ახალ პოლიტიკურ იმდგენელისგან შემდგარ ჯგუფებს მიეცემათ საშუალება, ვიდრე აი ის წლობით აპრობა რა, ეხლა ჩვენ არ განსაზღვრავთ ამას, ხო? იცით რა, ცოტა მიჭირს, მაგრამ უნდა ვაღიარო ობიექტურობისთვის, რომ ბევრ რამეში აი ამ კონკრეტულ სეგმენტში ჩემს ოპონენტს, დღევანდელი დისკუსიის ოპონენტს ვეთანხმები. და ალბათ კიდევ ერთხელ კონიაკს აქვს ვადა, ანუ რაც უფრო ძველია კონიაკი კარგია, ანუ ღვინო, არის რაღაც პროდუქტები, მაგრამ ჩვენს რეალობაში ამას საზოგადოება ხედავს. რატო არ არის ასე მხარდაჭერილი ეს ბარიერ გადალახული პარტიები? იმიტომ რომ ერთი და იგივე ადამიანები 35 წლის განმავლობაში, რომლებიც სხვადასხვა არჩევნებზე სხვადასხვა დროს მოსახლეობამ, მოქალაქეებმა გამოცადეს. და ერთადერთი ნამდვილად გამიხარდებოდა თუ ჩვენი მოქალაქეები უფრო რა თქმა უნდა ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენთაგანს ემოციაც ამოძრავებს, მაგრამ ემოციასთან ერთად ხანდახან საჭიროა ლოგიკა, ანალიზი და მოუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს ზოგადად ნებისმიერ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, კარგად დაფიქრდეს ვის და რატომ აძლევს ხმას. გასაგებია რომ ეხლა ვარ ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, ხო? ამ სიტყვას იყენებენ ხშირად, მე სიმართლე გითხრათ უკვე ცოტა მაღიზიანებს ეს ეგზისტენციალური არჩევნის, ეს ეგზისტენციალური არჩევანიც აღარ არის, არის უფრო ღრმა ფესვიანი პრობლემა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა ფორმით უნდა დასრულდეს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ საზოგადოების ძალიან სერიოზულ გახლეჩვას.
ეს გახლეჩვა კარგისკენ არაფრისკენ არ მიგვიყვანს. აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორი გემოვნების და ვინ არის მართალი და მტყვანი. ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს იგრძნობა ქუჩაში, ეს იგრძნობა ოჯახებში. ეს აი დაახლოებით 90-იანების დასაწყისში იყო ერთი მომენტი, ერთი პერიოდი და გვახსოვს რითიც დასრულდა და არავის არ დარწმუნებული ვარ რომ არავის არ სურს იგივე ეს განმეორება საქართველოში, ამიტომ რაღაცა შეიძლება ვიღაცას სურს, არა ასე ვერ განვაზოგადებ, იმიტომ ოპოზიცია მეც ვარ პრინციპში და ბევრი სხვა პარტიაც არსებობს. თქვენ შეიძლება საუბრობდეთ ვიღაცა რაღაცა ერთი ორ რადიკალურ ადამიანზე, ისეთი რადიკალები ყველა ჯგუფში არის რადიკალები. ვინც მაგალითად თქვა არჩევნები დაყალბდა რომ რაიმე რადიკალურს აპირებენ. მაგალითად იმ ადამიანებზე საუბრო, ვინც თქვეს რომ არჩევნები გაყალბდა, არ მოუგია, არალეგიტიმურად უნდა ვცნობთ დღევანდელი ხელისუფლება და წავიდნენ პუჩისკენ, ანუ გადატრიალება უნდათ. გამოიყვანეს ახალგაზრდები, გამოუგებული მაშინ. როგორ არა გამოწიებულიც იქნა და აი ვინ იყო პუჩისტი, მე მაინტერესებს იქნებ თქვა გამოიძიოს შესაბამისმა უწყის ორგანოებმა დაადონ კონკრეტული აი ხა ხო შეიქმნა რაღაც კომისია, რომელიც იძიებს 13 წლის წინ და იმის ბევრი წლის წინ არსებულ სიტუაციას. თუ აქვს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს გადატრიალება უნდათ. ფაქტი იყო რომ უნდათ რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე ვამბობთ ამას. არჩევნების ლეგიტიმაცია გამგარიყო ეჭვქვეშ და მთელი რიგი თქვენ ხო იურისტი ბრძანდებით, მეც ერთ-ერთი პროფესია მაქვს სამართალმცოდნე. შეკითხვას ვამ თუ და მე როგორც მოქალაქეს ეს მართლა მადარდებს თუ იყო მცდელობა თუ იყო მცდელობა კონკრეტული პირები იცის შესაბამისმა სტრუქტურებმა რომ აი არჩევნების მერე აწყობდნენ გადატრიალების მცდელობის სურვილი იყო პუჩის სფერლობის სურვილი იყო სადღაც თქვა ინახებოდა იარაღი ასე შემდეგ სად არის ეს მასალა რატო ამ მასალას არ გვაცნობენ რატო არ მიმდინარეობს რაღაცა კონკრეტული გამოძიება ეს ჩემის აზრით უფრო პროპაგანდისტულია. კიდევ ერთხელ მე არ გამოვრიცხავ. ბატონო ალექსი, მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, რომელსაც ცოტა განსხვავებული ხედვა აქვს ვიდრე პოლიტიკური ბრძოლის. ამას ვერც გამოვრიცხავ, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანია, სხვადასხვა ასე ვთქვათ ანალიზის და გადაწყვეტილებების მიმღები, მაგრამ თუ ასეთი ფაქტები არსებობს, მე როგორც რიგით მოქალაქეს, ოპოზიციურად განწყობილი ვარ თუ პოზიციურად უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მე არ მინდა ამ ქვეყანაში რომ გავარდეს ტყვია, მოხდეს სისხლისღვრა, მოხდეს ისეთი ქმედებები, მიუხედავად იმისა, მე ვაღიარებ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად თუ არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად, თუ არის ბრალდებები, ეს ბრალდებები უნდა იყოს დოკუმენტურად საზოგადოებისთვის წარმოდგენილი. რაც ეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩემი პირადი აი აბსოლუტურად ამ პარტიაში ჩვენ მიდის დისკუსია მივიღოთ არ მივიღოთ, თუმცა ჩემი პირადი ასე ვთქვათ შეხედულება არის, რომ უნდა მივიღოთ აუცილებლად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. რატომ არ უნდა დაუთმოთ ველი ქართულ ოცნებას, ვინაიდან ოპოზიციამ უნდა ამომრჩეველს მიუტანოს მისი შეხედულება. გასაგებია ევროპა თუ რუსეთი ეს მუდამ იდგება და ეს ეგზისტენციალური არჩევანი, მაგრამ ადამიანებს რეგიონებში განსაკუთრებით აინტერესებს სოფლის მეურნეობა, განათლება, სხვა საკითხებიც არის, რომლის გამოც სწორედ ოპოზიცია კარგავს მე. სხვა საკითხები რო არის და ოპოზიცია რო არ რეაგირებს. აი თუნდაც სოციალურ საკითხებს და მარტო გაჰყვირის იმას რომ არა რუსეთი არ ვარ და აი ჩვენ უნდა გამოვყვეთ იმიტომ რომ ევროპისკენ მივდივართ ამით დაიღალა საზოგადოება მიხვდით გეთანხმებით და ჩვენც როგორც ოპოზიციური პარტია ჩვენ სწორედ მაგ საკითხებზე ვაპირებთ აქცენტები გაკეთებას ზოგადად ეს ეგრეთ წოდებული ბარიერი გადალახული ოპოზიცია უინტერესო რომ ერთი და იგივეს გაყვირის რომელიც უინტერესოა მაგაში გეთანხმებით და აქედან გამომდინარე ანუ ჯერ კიდე ის რა არის. ნუ ვაიგივებთ ოპოზიციას, აი რაც არ მომწონს და რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ასე ვთქვათ, ამ ჩემთვის რეჟიმის მხრიდან არის რომ ოპოზიციას ერთ ქვაბში ხარშავენ. არ არის ესეც ერთი მოთხოვნები გაქვს და ერთი იდეოლოგია გაქვს და ეს არის ფაქტია. არა, მოთხოვნები შეიძლება რაღაცეებში დავემთხოთ, რაღაცეებში არ დავემთხოთ. თქვენ განსხვავება საზოგადოებას დანახევთ, სხვა სიტუაციას ერთ დავამატებთ, რა და არა, ბოლოსკენ ერთი წუთი თქვენ და შემდგომ ერთი წუთი თქვენ შევაჯამოთ რეზიუმე, სახით რისი სურვილიც გაქვთ რომ უფრო მეტად რო პედალირება გავაკეთოთ იმ საკითხს. კი ბატონო, ნუ შეჯამებით
კიდევ ერთხელ მოულოცავდი ჩვენს მოქალაქეებს 8 მაისს და 9 მაისს და ვისურვებდი რომ გაყოფა ჩვენ შორის იყოს დარგობრივი, საინტერესო დაკავშირებული ისეთ საკითხებთან, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებშია, რაც ეხება ნეიტრალიტეტს, მე არ მჯერა ნეიტრალიტეტის, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ დავკარგავთ ერთ პარტნიორს, სხვას მოუნდება ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენზე ზეგავლენის მოხდენა და უკვე აღარ გვეყოლება პარტნიორი, რომელიც ამ სხვის ზეგავლენებისგან ჩვენ დაგვიცავს, თუნდაც მათი ინტერესები. მაგრამ იცით რა 2008-ში ქალბატონო ეკა თბილისი რო არ აიღეს, თუნდაც პირობითად ავიღოთ, ხო თბილისში რო არ ჩამოგორდა რუსის ტანკი და რუსთაველის გამზირზე არ ჩამოდგა, ალბათ საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ბევრი, ნუ გემახსოვრებათ, ეხა მოსკოვში იყო ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი და საკმაოდ მწვავე დისკუსია იყო, შავ ზღვას შემოვიდა ამერიკული გემი და გარკვეულ წილად შეაჩერა ოკუპაცია, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს 22% ქვეყნის არის ოკუპირებული. მადლობა და ალექსანდრე თქვენც დაასრულეთ თქვენი დიახ, სიტყვა და დავასრულოთ გადაცემა. პირველ რიგში მე მინდა მიმართო ჩვენს მსმენელ საზოგადოებას და მაყურებელს, რომ ანუ ოპოზიციის, ანუ გეგმები რა არის, აი ძალიან მარტივად რო თქვა, გამოდის ახლა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და იძახის, რომ ჩვენ უნდა ჩავიბაროთ აღლომი, დაახლოებით ეს, ანუ 26 მაისს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ. ანუ ნახეთ, თვითონ ოპოზიცია საუბრობს, რომ არ უნდა იყოს პლურალიზება, არ უნდა იყოს დაყოფა და თვითონ ანუ უარე შედეგს აკეთებ, ანუ უარესობისკენ მიდიან. თუნდაც იმას, რომ აღიარებენ 8 მაისს, არ აღიარებენ 9 მაისს და აქაც ანუ ყველანაირად ცდილობენ, რომ საზოგადოება გაიხლიჩოს. ან მე მიმართავ იმ ოპოზიციას, ეს პრეზიდენტი არ იყო სალომეზე მაქვს საუბარი, რომლებიც, რა ვიცი, რაში არ ანუ ყველანაირად ერთმანეთს რეებს ეუბნებოდნენ და ეხლა, როდესაც ამ ქალს არანაირი სტატუსი არ აქვს, არანაირი რეიტინგი არ აქვს, აბსოლუტურად განულებულია, ეს ოპოზიცია აცოცხლებს ისე და ისევ აი ამ ქალბატონ სალომეს. სხვანაირად, ანუ რატო აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მიდიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. როგორ შეიძლება შენ გქონდეს შენი ქვეყანა, ყავდეს პრეზიდენტი, რა მნიშვნელობა აქვს, ანუ რა ჩემი შეხედულებებს სიტყვაზე მომწონს თუ არ მომწონს, ეგ ცალკე საკითხია. და შენ არცემდე შენს ქვეყანას პატივს და უნდა გამოიყვანო ძველი პრეზიდენტი, უნდა დადგეს იქ და იქ რაღაცა ოპოზიციამ იმით მარშით უნდა გაიაროს. ეს არის სამართლო მოქალაქეებმა უნდა აიღონ საკუთარ ხელში გადაწყვეტილების მიღება, ის პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, სახელმწიფო თუ ოპოზიციური, რომელმაც ამოწურა თავისი როლის ამ ქვეყანაში უნდა ღირსეულად თუ უღირსოდ ეს მე სასამართლო გადაწყვეტს პენსიაზე გაუშვან და ახალ ენერგიულ პროგრესულ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს მიცემ ხმა. ეგ არის მომავლის საკითხი, დღევანდელი რეალობა. არა, რატო მომავლის ჩვენ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და გვაქვს სავარაუდო საპარლამენტო არჩევნები ძალიან მალე. ანუ ოპოზიცია, ბუდიში ამ სიტყვას ვიხმარო, არის ქაქში. ეს არის ფაქტი. ამ ოპოზიციას და ამ ხელისუფლებას ერთმანეთი ბარიერ გადალახულ ოპოზიციას და ამ ხელისუფლებას ერთმანეთი აწყობს. ამას როგორც კი მალე დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი და სხვა ალტერნატივებს მიცემს ხმას, მით ჩვენთვის თითოეულისთვის უკეთესი იქნება. მადლობა გიგი შაპატალიძე, ალექსანდრე კობაიძე დისკუსიითა და დიალოგით. ეთერში იყო დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენდით და გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე.